კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და უკვე მსახიობ ეკასთან ერთად ვართ. დილამშვიდობისა ეკა როგორ ახარ? დილამშვიდობისა, კარგად. არ დაიწყო შენი დილა როგორ ხვდები ახლა, რაღაც უკვე მომზადებული და გალამაზებული. არა, მე უკვე გავდივარ დილით. როგორია შენი დილა გვაინტერესებს და მაგვიძებს მაყურებელს მოუხსენ. წამოდი გაჩვენებ. ეს არის ჩემი სამფლობელო. აქ ცხოვრობ ფაქტიურად. რომ მოვდივარ სახლში მთელი ჩემი აი რა გითხრა. ძირითადი დასასვენებელი ადგილი, აი მთელი ჩემი არ ვიცი, ტელევიზორია თუ კომპიუტერია თუ წიგნია თუ საუზმითაც ლოგინში საუზმობ, მინდა გითხრა. ეს არის ყველაფერი შენ. ეს არის ყველაფერი. აი ღამე გვიან სპექტაკლიდან რომ მოვალ, სინზე ვიდებ საჭმელს და ლოგინში ვჭამ. აი გიждები. წევარ და ფიქრობ. დღეს ეხლა ესე იგი რო გავალ დილიდან, როდის მომბრუნდე, ანუ იქიდან თუ იქ მივდივარ, მე იქიდან შემოსვლას ვერ ვასწრებ, ამიტომ რა უნდა ჩავიცო, აი ეს ვაწყობ, აი ესე რომ ვეძებო და ჩავიცო გავიხოდე, ამაში ენერგიას არ ვხარჯავ არც დროს. ხო, სამკაულები დავინახე ძალიან ბევრი. ეს კიდევ მეოთხედია, რაც შიგნითა ჩაეტია ძირითადად. ხო, რა ვიცი, აი მაინც და მაინც რო გითხრა, რომ უბრალოდ მიყვარს ახლის შეძენა, რაღაცა, მე მალე მბეზდება და ეს რჩება. ნანა პატარა. ეს ჩემი ალპინისტი შვილი. ეს პატარა დავთა, რომელიც არის მონაწილე. მეგობრები ყავს იქ და ფოტოებით. ხო. მოგზაურობა გიყვარს? გიждებ. აი სად გიყვარს ყველაზე მეტად? გახსენდა. პარიზი. ევროპა, სიმართლე გითხრა. არ ვიცი, აი ბოლო თანხას გავიგებ და სადმე წავალ. აი გიждებ. ბოლოს სად იყავი? ბოლოს ვიყავი პრაღაში. პრაღა, აი რომელი ქალაქი უფრო მოგწონს რომ? პარიზზე მემართება, არ ვიცი, უამრავჯერ ვარ ნამყოფი და არ მბეზდება. რაღაცა სხვა მჭერს, არ ვიცი. წახვიდოდი საცხოვრებლად რა შემოგთავაზო? აი ცხოვრებით არ მიფიქრე რომ სადმე ვიცხოვრები. ხო, რაღაც ძნელის გამო არა, უბრალოდ რა მოგბეზრდება რა, ალბათ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ იცი როგორ ამეა, მე რო სადმე არ მეჩქარება დილიდან ჩემ საქმეზე. აი ცუდათავარ, მართლა, არ ვიპრანჭები, დედასპეცი, აი ცუდათავარ. ამითი ცხოვრობ და გრძნობ რომ ვარ საჭირო, თუ კი მაქვს რეპეტიცია, თუ კი მაქვს სპექტაკლი, თუ კი მეძახის რეჟისორი, თუ კი რაღაცა. როცა შენ საქმეს არ აკეთებ, უბრალოდ კარგად ცხოვრობ. ესეც მოსაბეზრებელია ძალიან. სახლის დიზაინი არის ძალიან უცნაური სახლი და ძალიან მაგარი. დიზაინში მე არ ჩავრეული. ხმარი მყავს არქიტექტორი, რომელსაც ვერც გაუბედავდი რომ ჩავრეულიყავი, ერთადერთი აი ავეჯიც არაფერი. ტვერსასრუტე არ მიყიდია, მე თვითონ ფერით თვითონ შეარჩია. ოღონდ არც კი გვივლია ერთად რამის შესაძენად. აი დამაცადეო მითხრა, მე ხო შენ როლებში არ ვერევიო და აბსოლუტურად ყველაფერი თვითონ გაკეთე და ერთადერთი კედლის ფერი მინდოდა რომ ყოფილიყო ფარდა და ფარდები მე შევიძინე. მორჩა, აი ეგ იყო რა. და მთელ ბინაში კედლის ფერი ფარდები მაქვს. ფარდებია, ხო. ხო და ისიც მისი თანხმობის გარეშე ვერ გავბედავდი, ვაჩვენენ ჯერ ნაჭრად და მე შევიძინე. თანარებს თქვენულით? მოვლის გავს ეხლა ესა. კი, როგორ არა, აქ წყალია, აქ დასხმული. აი, არაჩვეულებრივი ოთახია, ეს დრამზე როგორ ხდები პატარა შვილი ერთობა? პატარა კი. მუსიკოსი უნდა რო გახდეს? არავით არის. მამას უყვარს და უყიდა და თვითონაც რაღაცა აზიარებს ამენ. მეზობლები როგორ არიან ამ საკითხთან დაკავშირებით? სულად არიან, ალბათ, უბანი, მარტო მეზობლები არა. ვიცი რომ პირველად როცა სახლში მოხვედით, ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ იკითხეთ სამზარეულო სად არის, რადგან სამზარეულო რა მნიშვნელობა აქვს ჩაიდან, სად შეაერთებო ელექტროჩაიდან თქვენ რომ შენ გონია რამე მეც შემოგთავაზე, ეხლა ყავის მე. არ მეტი. ყავის მეც ვერაფერს ვერ შემოგთავ. სამზარეულოში მაქვს არკე. რამაც ესეც სარკე. თუ არ გაერთო, ჭურჭელსაც არ გარეცხა. ესე იგი მეუღლემ წინასწარ მოამზადა ეს თქვენთვის. სამზარეულოში რომ შემოვიდე დავინახე სარკე, მივხვდი რომ დამცინია. და ამაზე ლევან წულაძე შაყირობდა ძალიან, რომ რა კარგიაო თეატრი გავაკეთოთ, ჩვენ რომ გამოყრიანო თეატრიდან, აქ გავაკეთოთ, აქ იქნებაო საგრიმეო, რომ ეს იქნება კულისები და კულისები და გასული იქნება და იმაშიო. სარდაფშიო მეტი მაყურებელი კი არ ეტევა. აი იქ რომ დასხდებიან, ხო? ძალიან მაგარი. იქ დასხდებიან და ეს იქნება ჩვენი კულისებიო და რა კარგია უბრალოდ აი ცოტა მესამე სართულმა, მაგრამ სხვენი ხო არის არა სხვენის თეატრია მესამე სართულზე. ეს რა არის? აი ეგ არის რასაც ხედავ. აი გიყვარს ხო საჭმელების კეთება? არა. მე თუ ვაკეთებ ვერ ვჭამ.
იცი რა, თუ დამჭირდა გავაკეთებ ახლა მართლა ეგრეც არ არის, მაგრამ რა ვიცი, დედა ჩემი ძალიან მეხმარება ამ ხრივ, რომ ყველანაირ ხელს მიწყობს და რა ვქნა, გამდეს და ვტირივარ რა. ეს ყველაფერი არის ეკას დილა, ამით არ მთავრდება, სანამ ყავა დუღდება ჩვენ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით და გავიგებთ როგორი არის ეკას დილა.